მოგესალმებით Minecraft-ის სასწავლო ვიდეოებში. Ამ ვიდეოში ჩვენ გავარჩევთ სამყაროების იმპორტს და ასევე ექსპორტს. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს საშუალებას გვაძლევს სხვისი გაკეთებული სამყაროები გადმოვიტანოთ, დავამუშაოთ და გავუგზავნოთ ჩვენს მოსწავლეებს. ასევე მოსწავლეებისთვის კარგი არის იმისთვის, რომ მან თავისი სამყარო შექმნას, დაამუშაოს, გამართოს ტექნიკურად და გადაუგზავნოს თავის მასწავლებელს. მოდით პრაქტიკაში ვნახოთ Minecraft-ში სამყაროს იმპორტი. ამისთვის გადავდივარ Minecraft-ის ვებგვერდზე, ეს არის Education Minecraft.net. მე წინასწარ მაქვს ეს ვებგვერდი გახსნილი. შემდეგ გადმოვიწერ სამყაროს ფაილს და შევინახავ. ანუ რომ დააკვირდეთ, მე თვითონ ბრაუზერი მთავაზობს, რომ ეს სამყარო გაიხსნას Minecraft-ის Education Edition-ით. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ დაეთანხმოთ და მაშინვე გახსნათ, ან შეგიძლიათ შეინახოთ. ვაჭერთ შენახვას. ვთქვათ, დაუნლოუდებში ჩავწეროთ. გადმოწერის შემდეგ შევიდეთ დაუნლოუდებში და ვნახოთ ბოლოს გადმოწერილი ფაილი. აი ეს. ახლა მე შემიძლია ორჯერ დაწყაპუნებით შევტვირთო ეს ფაილი Minecraft-ში, თუმცა ავირჩევ სხვა ხერხს. Minecraft-ის ინტერფეისზე ჩვენ გვაქვს იმპორტის ღილაკი, რომელიც დაჭერის შემდეგაც გამოჩნდება სარკმელი, ჩამოტვირთვების საქაღალდეში შევარჩიო ჩემთვის საჭირო სამყარო და დავაჭირო ღილაკს open. როგორც ნახავთ, აქ დაიწერება, რომ ეს ეტაპი წარმატებით არის შემოტანილი. ამის შემდეგ მე შემიძლია შევიდე ჩემს სამყაროებში და ჩავრთო ჩემი შემოტანილი ახალი სამყარო. შემიძლია აქ შევიტანო გარკვეული მოდიფიკაციები. შემდეგ გამოვიდე ამ სამყაროდან. ექსპორტისთვის კვლავ უნდა გადავიდე ჩემი სამყაროების ფილაში. შევარჩიო შესაბამისი სამყარო, ზედ ერთხელ დავაწყაპუნო, როგორც ხედავთ აქ გამოდის ესეთ პატარა მენიუ, play, host და settings. უკვე setting-ებში უნდა გადავიდე. ჩამოსრიალდები ქვემოთ და როგორც ხედავთ, აქ არის ღილაკი export world. ანუ მე შემიძლია ჩემი სამყაროს დაექსპორტება. ვაჭერ ამ ღილაკს. Minecraft-ი შემეკითხება თუ სად მინდა ამ სამყაროს განთავსება, ჩაწერა. ამ შემთხვევაში მე desktop-ს მივუთითებ. დავაწყაპუნებ სახელზე და დავაწერე ტესტს. ვაჭერ შენახვის ღილაკს და მოდით შევამოწმოთ რა ხდება desktop-ზე. და აი desktop-ზე გამოჩნდა ჩემი სატესტო სამყარო. დღევანდელ ვიდეოში სულ ამისი თქმა მინდოდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში.